პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება ეს იქნება ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის ახალი თავმჯდომარის ზეკა ბესელიას პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯი, რომელსაც იგი თავისი მუშაობის პირველ ეტაპზე განახორციელებს. ბესელიას განმარტებით აუცილებელია წინა ხელისუფლების დროს დაშვებული შეცდომები გამოსწორდეს და მოხდეს ყველა იმ ადამიანის უფლებების დაცვა, რომელსაც წინა ხელისუფლების დროს ან ქონება ჩამოერთვა, ან რიგ შემთხვევებში პოლიტიკური გემოვნების გამო სამსახური დაკარგა. ბესელია განმარტავს, რომ ადამიანის უფლებების დაცვის სფეროში უფლებადამცველებთან ერთად ჩართული იქნება სამოქალაქო საზოგადოებაც. მე ვაპირებ უფლებადამცველებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან ძალიან მჭიდრო ურთიერთობას. ვფიქრობ, რომ უნდა შეიქმნას ასევე სპეციალური საგამოძიებო კომისიაც პარლამენტში, რომელმაც უნდა დაიწყოს ყველა იმ საქმეების შესწავლა, რომელსაც საზოგადოებას აქვს დიდი მომეტებული და ლეგიტიმური ინტერესი, რომ გამოძიება დაიწყოს. უნდა შევისწავლოთ ყველა იმ დაზარალებული საქმე, ვინც თვლის თავს მსხვერპლად რეჟიმის. მე ამისთვის მზად ვარ და ვაცნობიერებ, ეს იქნება ძალიან შრომატევადი სამუშაო, თუმცა ამის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია ქვეყანაში სამართლიანობა აღდგეს.